ან წამს, როდესაც ამ ვიდეოს უყურებ, ვიღაც შენს ფიქრებს აკონტროლებს. მეწმუნე არ ხუმრობ. სუპერმარკეტში, მიტინგზე, ავის რიგშიც კი შენით მანიპულირებენ. და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამის შესახებ წარმოდგენაც კი არ გაქვს. 130 წლის წინ ფრანგმა ფსიქოლოგმა გუსტავ ლე ბონმა დაწერა წიგნი, რომელმაც იმ დროის ყველა პოლიტიკოსი შეაშინა. იმიტომ რომ მან გამოავლინა საიდუმლო, თუ როგორ გადაექცია გონიერი, განათლებული ადამიანები მორჩილ ფარად. ყველაზე შემზარავი კი ის არის, რომ მისი წიგნი შეისწავლეს ჰიტლერმაც და მუსოლინიმაც. ის გახდა სამაგიდო წიგნი მე-20 საუკუნის ყველა დიქტატორისთვის. თუმცა არსებობს ერთი პარადოქსი. ეს მეთოდები დღესაც მუშაობს. უფრო მეტიც, ისინი კიდევ უფრო დაიხვეწა. ახლა მათ იყენებენ არა მხოლოდ დიქტატორები, არამედ მარკეტოლოგები, პოლიტტექნოლოგები, ბლოგერები, კორპორაციები. გსურს იცოდე როგორ გაკონტროლებენ? მაშინ დარჩი ბოლომდე, რადგან ახლა მე მოგიყვები მანიპულირების 7 ხერხზე, რის შემდეგაც დაიწყებ ამ სამყაროს სრულიად სხვა თვალით ყურებას. მაშასე, პირველი გზა პიროვნების გაქრობა. იცი რა ხდება შენ თავს, როდესაც ბრბოში აღმოჩნები? წყვეთ საკუთარ თავად ყოფნას. ამას მთელი სერიოზულობით გეუბნები. ლე ბონმა გასაოცარი რამ აღმოაჩინა. ბრბოში ადამიანი კარგავს კრიტიკულად აზროვნების უნარს. შენი ინტელექტი თითქოს ითიშება. პიროვნება ქრება და მის ადგილას რაღაც ახალი მოდის, რასაც მე ბრბოს სული უწოდე. წარმოიდგინე, შენ ხარ ჭკვიანი, განათლებული ადამიანი, გაქვს უმაღლესი განათლება, კითხულობ წიგნებს, უყურებ ერუდირებულ გადაცემებს, მაგრამ როგორც კი აღმოჩნები სტადიონზე ათასობით ფანს შორის, უცებ იწყებ ხვირილს, რომ საჯი იდიოტია. თუმცა შესაძლოა თავად ფეხბურთი კარგად აწგესმის. ხტუნავ ხვირი და მერე გიკვირს. რა დამემართა? მე გეტყვი რაც დაგემართა. ლე ბონი წერდა, რომ ბრბოში ხდება შეგნებული საქმიანობის შეუგნებლით ჩანაცვლება. აღარ ფიქრობ, აღარ გძნობ, აღარ აანალიზებ, უბრალოდ რეაგირებ. და რაც ყველაზე საინტერესოა, ამავდროულად თავს აბსოლუტურად თავისუფლად გძნობ. გეჩვენება, რომ ეს შენი არჩევანია, შენი ემოციები, მაგრამ არა. ეს ბრბოს ხმა საუბრობს, შენი მეშვეობით. და იცი სად იყენებენ ამას? ყველგან. კონცერტებზე, სადაც ათასობით ადამიანი ერთდროულად ხტუნავს და მღერის, მიტინგებზე, სადაც ადამიანები ერთსა და იმავე ლოზუნგებს სკანდირებენ, ინტერნეტშიც კი. ამას ეწოდება პიროვნების დაშლა ბრბოში. მეორე გზა, ინფექციის ეფექტი. დარწმუნებულიო შეგიმჩნევია, როგორ გადაედება მტკნარება. ერთი ადამიანი ამტკნარებს და აი უკვე ოფისის ნახევარი იგივეს აკეთებს. ჩვენ როგორც წესი ამაზე გვეცინება, მაგრამ ლე ბონმა აღმოაჩინა, რომ ზუსტად ასევე გადადის არა მხოლოდ მტკნარება, არამედ იდეები, ემოციები, წმენაც კი. ამას ფსიქიკური ინფექცია ეწოდება. და ის უნაკლოდ მუშაობს. ერთი ადამიანი იწყებს პანიკას ბრბოში და ერთ წუთში ყველა პანიკაშია. ერთი იწყებს ტაშის დაგვრას და აი უკვე უაცია. ერთი ყვირის, სირცხვილია და წამში ამას მთელი მოედანი სკანდირებს. ლე ბონი წერდა, რომ ბრბოში ერთი ადამიანის ილუზია ყველას ილუზიად იქცევა. გსმენია ექსპერიმენტი, რომელიც მან აღწერა. შეკრიბეს ინგლისის გამოჩენილი მეცნიერების ჯგუფი, თავისი დროით უჩკვიანესი ადამიანები, აჩვენეს მათ სპირიტუალური სეანსი, სულების მატერიალიზაცია, ლევიტაცია და სხვა სისულელეები. საოცრება ის იყო, რომ ყველა მათგანი იფიცებოდა, რომ ნამდვილი სასწაულები ნახეს. ყველამ ჩვენება მისცა ფიცის ქვეშ. თუმცა ეს ბანალური ფოკუსი იყო. რატომ მოხდა ასე? იმიტომ რომ ერთმა ავტორიტეტულმა მეცნიერმა თქვა, მე ვხედავ სულს და ყველამ დაიწყო მისი დანახვა. ინფექცია მხისიერად იმუშავა. თუმცა ეს არ იყვნენ უბრალო ადამიანები ქუჩიდან, არამედ მეცნიერების მწვერვალზე მდგომი პროფესორები. დღეს ინფექციის ეფექტს მუდმივად იყენებენ. ვირუსული ვიდეოები, ტრენდები სოციალურ ქსელებში, ფლეშმობები, ეს ყველაფერი ექსპლუატაციას უწევს ჩვენს მიდრეკილებას, რომ სხვების იდეებით დავინფიცირდეთ. ხედავ, რომ TikTok-ში მილიონობით ადამიანი ცეკვავს რაღაც სულელურ ცეკვას და აი შენ ცეკვავ. ეს შენ არ ხარ. ასე გადაწყვეტეს. ეს ინფექცია მოქმედებს შენზე. მეთოდი მესამე, შთაგონება და ჰიპნოზი. იცი თუ არა, რომ ლე ბონი ბრბოს ჰიპნოზირებულ ადამიანს ადარებდა და ეს არ არის მეტაფორა, ეს სიტყვასიტყვით ასე მუშაობს. როდესაც ბრბოში ხარ, შენი ტვინი გადადის განსაკუთრებულ მდგომარეობაში. წარმოუდგენლად შთაგონებადი ხდები. ლე ბონი ამას ასე აღწერდა. კრიტიკული გონება ქრება, ანალიზის უნარი ითიშება და მათ ადგილას ბრმა, წმენა მოდის. მზად ხარ დაიჯერო ყველაფერი, თუნდაც სრული აბსურდი. უფრო მეტიც, ლე ბონი წერდა საოცარ რამეს. ბრბო უფრო დაიჯერებს წარმოუდგენელს, ვიდრე სარწმუნოს. ეს არის პარადოქსი, რომელიც ჯერ კიდევ ადრეულ ქრისტიანობაში იყო ცნობილი.
წამს, რადგან აბსურდულია. გახსოვს ტერტულიანეს ეს ფრაზა? რაც უფრო აბსურდულია იდეა, მით უფრო ადვილია ბრბოსთვის მისი დაჯერება, რადგან გონიურული ლოგიკური ანალიზი მოითხოვს, აბსურდულის მიღება კი უბრალოდ რწმენით შეიძლება. ფაშისტურმა პროპაგანდამ ამას დიდი ტყუილის ეფექტი უწოდა. თუ დიდ ტყუილ სიტყვი, თუ რამე სიტყვის სრულიად წარმოუდგენელს აბსოლუტური დარწმუნებით, ბრბო დაიჯერებს, რადგან მათ თავშიც კი არ მოუვათ, რომ ასე თავხედურად შეიძლება ტყუილი. დღეს ამას ყველგან იყენებენ. რეკლამა, სადაც გვირდებიან 20 კილოგრამის დაკლებას ერთკვირაში, პოლიტიკოსები, რომლებიც ოქროს მთებს გვირდებიან სამთვეში, ინფობოშები, რომლებიც გვასწავლიან მილიონების გამომუშავებას დივანიდან სანუკვარი ადგილის დამოწევის გარეშე. და შენ გჯერა მათი არა იმიტომ, რომ სულელი ხარ, არამედ იმიტომ, რომ იმყოფები საინფორმაციო ბრბოში, სადაც კრიტიკული აზროვნება ავტომატურად ითიშება. მეთოდი მეოთხე. ვიზუალიზაციის ძალა. ლებონმა გენიალური რამ დაწერა. ბრბო სიტყვებით კი არა, ხათებით აზროვნებს. შენ შეგიძლია 1 საათის განმავლობაში აუხსნა ბრბოს რთული ეკონომიკური თეორია და ის ვერაფერს გაიგებს, მაგრამ აჩვენე მას ნათელი სურათი და ის სამუდამოდ დაიმახსოვრებს მას. ბრბო აღიქვამს მხოლოდ მარტივ, ნათელ ემოციურ ვიზუალებს. რაც უფრო პრიმიტიულია, მით უკეთესი. შავი და თეთრი, სიკეთე და ბოროტება, გმირები და ბოროტმოქმედები. არანაირი ნახევარტონი, არანაირი ნიუანსი. ბრბო ვერ ხედავს სამყაროს სირთულეს, ის ხედავს მხოლოდ კონტრასტულ ვიზუალებს. და ეს ვიზუალები არ უნდა იყოს დაკავშირებული ლოგიკით. ლებონი ამას ჯადოსნურ ფარანს ადარებდა. ერთი სურათი ცვლის მეორეს. და არ აქვს მნიშვნელობა, რომ მათ შორის არანაირი კავშირი არ არის. მთავარია, რომ თითოეული სურათი იყოს ნათელი და იწვევდეს ემოციებს. შეხედე თანამედროვე პოლიტიკას. არავინ საუბრობს რთულ ეკონომიკურ პროგრამებზე. სამაგიეროდ ყველა იყენებს ვიზუალებს. დონალდ ტრამპის ცნობილი სლოგანი Let's make America great again. რა ძლიერი სლოგანია. ნათელი მომავალი და ხალხის მტრები, მარტივი, გასაგები, ემოციური. და რეკლამა ის საერთოდ ექსკლუზიურად ვიზუალებზე აგებული. არ გიხვებიან შამპუნის ქიმიურ შემადგენლობაზე, არამედ გაჩვენებენ ლამაზ გოგონას მდიდრული თმით და შენ გყიდულობ ამ შამპუნს დაუფიქრებლად. მეთოდი მეხუთე. სიტყვებისა და ფორმულების მაგია. ეხლა განსაკუთრებით ყურადღებით მომისმინე. ლებონმა საოცარი რამ აღმოაჩინა. არსებობს სიტყვები, რომლებსაც თითქმის მისტიკური ძალა აქვთ ბრბოზე. მან მათ ფორმულები უწოდა. ძმობა, თანასწორობა, თავისუფლება, დემოკრატია, სამართლიანობა. და ყველაზე საინტერესო ამ სიტყვებში არის ის, რომ ვერავინ ხვდება რას ნიშნავს ისინი. გამოსცადე, კითხე ას ადამიანს, რა არის თავისუფლება. მიიღებ სხვადასხვა პასუხს, მაგრამ ყველა ამ სიტყვას მოწიწებით წარმოთქვამს. ლებონი წერდა, ფორმულები ათავისუფლებს ბრბოს ფიქრის აუცილებლობისგან. არ ვჭირდება იმის გაგება თუ რას ნიშნავს დემოკრატია. საკმარისია უბრალოდ გაიმეორო ეს სიტყვა და თავს მართალად იგრძნობ. ყველაზე საშინელი რაღაცეებიც კი, რომლებსაც კეთილხმოვანი სიტყვები ქვია, აღტაცებით მიიღება. და ფორმულები უნდა განმეორდეს ისევ და ისევ 100-ჯერ, 1000-ჯერ, სანამ ისინი ქვეცნობიერში არ ჩაიბეჭდება. ლებონი ამბობდა, გამეორების გზით იდეა იმდენად ღრმად ინერგება, რომ აღიქმება როგორც აშკარა ჭეშმარიტება. შეხედე Nike-ის რეკლამას. Just do it. ბრილიანტი მუდმივია. არის იდეა, არის იკეა. მარტივი ფორმულები, რომლებიც მილიონჯერ მეორდება და ისინი მუშაობენ. ვერც კი ამჩნევ, როგორ ხდება ეს ფორმულები შენი აზროვნების ნაწილი. ან პოლიტიკური ლოზუნგები. მათი გაგება არ არის საჭირო, მათი გამეორებაა საჭირო. და რაც უფრო ხშირად იმეორებ მათ, მით უფრო გჯერა მათი. ეს არის ფორმულების მაგია. მეთოდი მეექვსე. ბელადის კულტი. ეხლა კი ყველაზე საინტერესო. ლებონი წერდა, ბრბოს ლიდერი სჭირდება. მას უბრალოდ არ შეუძლია ლიდერის გარეშე არსებობა. და აი აქ იწყება ნამდვილად საშინელი ნაწილი. იცი როგორ უნდა იყოს ეს ლიდერი? ის არ უნდა იყოს ჭკვიანი. ლებონი პირდაპირ წერდა, გონება ეჭვებს ბადებს, ლიდერი კი არ უნდა ეჭვებდეს. ლიდერი ფანატიკოსი უნდა იყოს. მან ბრმად უნდა ირწმუნოს თავისი იდეა და სწორედ ეს ბრმა რწმენა აინფიცირებს ბრბოს. ლიდერი უნდა იყოს აქტიური, ენერგიული, მტკიცენების ყოფის. მან უნდა ისაუბროს მარტივად, კატეგორიულად, ორგვარი შეიძლება და შესაძლებელიას გარეშე. ბრბოს სძულს ეჭვები, მას სურს დარწმუნება და ლიდერი აძლევს მას ამ დარწმუნებას. მაგრამ აი რა არის ნამდვილად შემზარავი. ბელადი განასახიერებს ბრბოს ილუზიებს, არა რეალობას, არამედ სწორედ ილუზიებს. მოსე განასახიერებდა ებრაელების თავისუფლების ცხოველს,
ნაპოლეონი განასახიერებდა სამხედრო დიდების იდეალს. ბელადი არის სარკე, რომელშიც ბრბო ხედავს თავის ოცნებებს. და ბრბო მზად არის გახვეს ამ ბელადს ყველგან, თუნდაც უფსკრულში, რადგან მან მისცა მას ის, რაც სურდა. მარტივი პასუხები რთულ კითხვებზე და ილუზია, რომ ყველაფერი კარგად იქნება. დღეს ბელადის კულტი არსად გამქრალა. უბრალოდ ეხლა ბელადები შეიძლება იყვნენ არა მხოლოდ პოლიტიკოსები, ეს შეიძლება იყვნენ მილიონიანი ბლოგერები, ინფლუენსერები, კოუჩები, ყველა ტიპის გურუები. ისინი კატეგორიულად საუბრობენ, ასხივებენ თავდაჯერებულობას, გვპირდებიან მარტივ გადაწყვეტილებებს და მათი ფანების ბრბო მზად არის იყიდოს ყველაფერი, რასაც ისინი ყიდიან. და ბოლოს მეშვიდე გზა. ყველაზე მზაკვრული ჩამოთვლილთაგან. მას თავისუფლების ილუზია ეწოდება. ყურადღებით მომისმინე, რადგან ეს მართლა მნიშვნელოვანია. როდესაც შენით მანიპულირებენ, თავს მსხვერპლად არ გრძნობ. პირიქით, თავს აბსოლუტურად თავისუფლად გრძნობ. ბრბო მიემართება არა მათკენ, ვინც მას სთავაზობს სიცხადეს, არამედ მათკენ, ვინც მას მაცდურ ილუზიას შესთავაზებს. ხალხს სიმართლე არ ჭირდება, მათ ჭირდება ლამაზი ზღაპარი და ისინი მზად არიან თავიანთი თავისუფლება მისცენ მას, ვინც ამ ზღაპარს მოუყვება. ცალკე აღსანიშნი ტრაგედიაა ის, რომ ბრბოში მყოფი ადამიანი გულწრფელად თვლის, რომ საკუთარი ნებით მოქმედებს. ის სკანდირებს ლოზუნგებს და ფიქრობს, ეს მე გადავწყვეტე. ის ყიდულობს საქონელს და ფიქრობს, ეს ჩემი თავისუფალი არჩევანია. ის ხმას აძლევს პოლიტიკოს და ფიქრობს, მე თვითონ მინდოდა ასე. მაგრამ არა. ლებონმა დაამტკიცა, ბრბოში ადამიანები ავტომატებად იქცევიან. მათი ქცევა პროგრამირდება გარედან, თუმცა მათ გულწრფელად სჯერათ, რომ ეს მათი საკუთარი გადაწყვეტილებაა. ლებონი წერდა ამ წიგნს 130 წლის წინ. მაშინ არ იყო ინტერნეტი, სოციალური ქსელები, მიზნობრივი რეკლამა, მონაცემთა ბაზები. ახლა კი ყველა ეს ტექნოლოგია 1000-ჯერ უფრო ეფექტურად მუშაობს. დღეს ალგორითმებმა შენ შესახებ იციან იმაზე მეტი, ვიდრე თვითონ გონია რომ იცი. მათ იციან რა გაღიზიანებს, რა გაბედნიერებს, რა გაშინებს და ისინი ქმნიან შენთვის პერსონალურ საინფორმაციო ბრბოს. შენ ფიქრობ, რომ ეკრანის წინ მარტო ზიხარ? არა მეგობარო, შენ ხარ უზარმაზარი ვირტუალური ბრბოს ნაწილი, რომელსაც მართავენ იმავე პრინციპებით, რაც ლებონმა აღწერა. შენი ნიუსფიდი არ არის შემთხვევითი პოსტების ნაკრები. ეს არის ყურადღებით შერჩეული სურათები და ფორმულები, რომლებიც აპროგრამირებენ შენს ქცევას. ვირუსული ტრენდები არის ინფექციის ეფექტი მიმოქმედებაში. ინფლუენსერები ბრბოს თანამედროვე ბელადები არიან. ლებონი ამბობდა, ბრბოს არ შეუძლია მსჯელობა და კრიტიკა, ის მხოლოდ ასოციაციებით მოქმედებს. ის ხედავს მხოლოდ იმას, რისი დანახვაც სურს. და თუ ახლა ფიქრობ, ეს ჩემზე არ არის, შესაძლოა შენც უკვე ბრბოს ნაწილი ხარ. მაშ რა უნდა გააკეთო? როგორ დაიცრო თავი? ლებონი პესიმისტი იყო. მას სჯეროდა, რომ ბრბოს მხოლოდ მართვა შეიძლება, მაგრამ განათლება შეუძლებელი. მე კი თავდაბალი ოპტიმიზმით ფიქრობ, რომ ის ცდებოდა. ცოდნა უკვე დაცვა. თუ გესმის მანიპულირების მექანიზმები, გაქვს შანსი წინააღმდეგობა გაუწიო მათ. ისწავლე იმ სურათების ჩანაცვლება, რომლითაც გვებავენ. გაანალიზე ფორმულები, რომლებსაც კვლავ და კვლავ იმეორებენ. ფრთხილად იყავი ქარიზმატულ ბელადებთან, რომლებიც მარტივ გადაწყვეტილებებს გვპირდებიან. და რაც მთავარია, ჩართე კრიტიკული აზროვნება ყოველთვის. მაშინაც კი, როდესაც ძალიან გინდა, რომ უბრალოდ დაიჯერო. იმიტომ, რომ სამყაროში, სადაც მასების მართვის ტექნოლოგიები სულ უფრო სრულყოფილი ხდება, ერთადერთი დაცვა არის შენი უნარი. იფიქრო დამოუკიდებლად, კრიტიკულად, ბრბოს გარეთ. და გახსოვდეს, ყველაზე საშიში ბრბო არ არის ის, რომელიც პროტესტის მიზნით იკრიბება. ყველაზე საშიში ბრბო არის ის, რომელიც შენს თავში გროვდება, როდესაც წყვეთ კითხვების დასმას და იწყებ უბრალოდ რწმენას. თუ ამ ვიდეომ დაგაფიქრა, მოიწონე. თუ გსურს მეტი გაიგო მანიპულაციების ფსიქოლოგიის შესახებ, გამოიწერე არხი და თუ ფიქრობ, რომ მეგობრებმაც უნდა იცოდნენ ეს, გააზიარე ვიდეო. მესმის შენი ირონია. ახლა ხან მოგიყევი მანიპულაციების შესახებ და უკვე გთხოვ მოიწონო და გააზიარო. მაგრამ ახლა ზუსტად იცი რა ხდება და ეს უკვე საკმარისზე მეტია. გმადლობ, რომ მეგობრობ ფიორისთან. იფიქრე საკუთარი თავით და მომავალ ვიდეომდე.